ჩვენი შემდეგი თემა ეხება მშენებლობას და დეველოპმენტს და კომპანიას, რომელიც 3 წელიწადია გამოჩნდა ბაზარზე. Biography Living-მა მე-6 საცხოვრებელი პროექტი გორგასალის ქუჩაზე დაიწყო და სახელი ამ შემთხვევაშიც ტრადიციულად არ არის შემთხვევით შერჩეული. ორთაჭალის ისტორიაზე და კიდევ ერთ საინტერესო გრაფიკულ ვიდეოს ეხლა გთავაზობთ პირდაპირ ეთერში, რომელიც ყველაზე კარგად აღწერს ახალ პროექტსაც და იდეას. ვის გამო შეიქმნა დაირა. Biography Living-ის პროექტი დაირა ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე შენდება. ეს უბანი ადრე მტკვრის ორ ტოტს შორის იყო მოქცეული. სიტყვა ორთეკი თურქული ენიდან შემოვიდა, რაც შუას ნიშნავს. შესაბამისად კუნძულს მტკვრის შუაში მდებარე ჭალა, ანუ ორთაჭალა ეწოდა. ძველად ორთაჭალის კუნძული აყვავებული ბაღებით ყოფილა დაფარული, რომლებიც ერთმანეთისგან პატარ-პატარა, ვიწრო ქუჩებით იმიჯნებოდა. ამიტომაც ზაფხულში, როცა ქალაქში ცხელი დღეები დგებოდა, თბილისელები ორთაჭალის ბაღებს მიაშურებდნენ ხოლმე. აქ იმართებოდა დარბაისლური кейფი, ისმოდა გულითადი სადღეგრძელოები და მეზობელ სუფრებზე ერთმანეთის გადაპატიჟება. თურმე ამ ადგილს ხშირად სტუმრობდა პოეტი გრიგოლ ორბელიანიც, რომელმაც თავის ცნობილ ლექსში მუხამბაზი ორთაჭალის ხიბლი გადმოსცა. მოგვიანებით, მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ორთაჭალის ბაღები ლიტერატურული დისკუსიების ცენტრად იქცა. ცხარე შემოქმედებით კამათში აქტიურად მონაწილეობდნენ გალაქტიონ და ტიციან ტაბიძეები, პაულო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, ნიკოლო მიწიშვილი და რა თქმა უნდა ძველი თბილისის მოტრფიალე პოეტი იოსებ გრიშაშვილი. თუმცა ორთაჭალის ბაღებს მხოლოდ პოეტები არ სტუმრობდნენ. აქ ხშირად შეხვდებოდით ნიკო ფიროსმანს, რომლის ნახატებიც ადგილობრივ დუქნებსა და ღვინის სარდაფებს ამშვენებდა. და ასევე ლადო გუდიაშვილს, რომელსაც განსაკუთრებით ყვარებია კინტო ყარაჩოღელებთან ცეკვა. ამ ადგილის ხიბლი ხომ кейფში, ჩაიხანებში, ბაზრებსა და ქალაქის კოლორიტებში იყო. ყველაფერი ერთად კი თბილისის ეგზოტიკას ქმნიდა. ამიტომაც ორთაჭალის მდიდარი ისტორიით შთაგონებულებმა შევქმნით პროექტი დაირა და მის ვიზუალურ იდენტობაში შემდეგი ელემენტები გავაცოცხლეთ. დაირა მუსიკალური საკრავი ფიროსმანის ნახატიდან ქართველი ქალი დაირით. მარაო დეტალი ფიროსმანის ნახატიდან ორთაჭალის ტურფა მარაოთი და დოქი როგორც кейფისა და ვაჭრობის სიმბოლო. ის რაც გვახსოვს, ჩვენთან ერთად ცოცხლობს. Biography Living-ის თითოეული პროექტის კონცეფცია კავშირშია ადგილის იდენტობასთან. ცით რა მახსოვს ერთ-ერთი პანელური დისკუსიისას რამდენიმე წლის წინ, არა, 2-3 წლის წინ იყო ეს ამბავი, როცა ვიხილავდით თბილისის და საქართველოს დეველოპერულ ბაზარს, Biography Living-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს ლევან ხაკაძეს ვუთხარი, რომ Biography Living-ის გუნდის ერთ-ერთი ძლიერი მხარე არის ვიდეო ვიზუალიზაცია. და აი ეს წარმოდგენა თუ როგორ გადმოსცემენ საკუთარ პროექტებს. და მე მგონი მართალიც ვიყავი ამ ვიდეოს კოლობაზე ლევან ხაკაძეს მოკითხვები. და მთელი Biography Living-ის გუნდს, მაგრამ მგონია რომ დაირას პროექტზე უკეთესად მოგვიყვება ვასილ ხაკაძე, Biography Living-ის აღმასრულებელი დირექტორი. დილომშვიდობის. დილომშვიდობის, მისლამი მაყურებელს. მადლობა მოგზაურობისთვის. ესა ვასილ, ჩვენ გვაქვს უკვე მე-6 პროექტი. ვიდრე მთლიან პორტფელზე გადავალთ, მოდი დაირაზე ვისაუბროთ მეტი. როდის დაიწყო, როგორ შეიქმნა და ვიცი რომ გეგმავდით ამას, მაგრამ უკვე ფაქტიურად აანონსებთ ამ პროექტს. დიახ, ჩვენ პროექტი დაირა სულ ცოტა ხნის წინ ჩავუშვით გაყიდვებში. ეს არის რიგით მე-6 პროექტი ბიოგრაფიის რიგებში და როგორც ყველა ჩვენი სხვა პროექტის შემთხვევაში აქაც ჩვენმა გუნდმა შეისწავლა ლოკაციის ისტორია და სწორედ ამ ლოკაციაზე დაყრდნობით შემდეგ უკვე მოხდა ბრენდინგი შექმნა პროექტის, რაც გამოისახება როგორც თვითონ პროექტის სახელში, ასევე აპარტამენტის სახელში და ასევე ვიზუალის ელემენტებში, რომელიც თვითონ იქნება პროექტში განთავსებული. პროექტი დაირა არის ერთ-ერთი მართლაც რომ გამორჩეული ლოკაცია ორთაჭალაში, ეს მდებარეობს გორგასლის ქუჩაზე, საკმაოდ გამწვანებულ ადგილას და ვფიქრობთ, რომ თავისი არქიტექტურით, თავისი მულტიფუნქციურობით იქნება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტი ამ უბანში. ლევან, ისა აი ხო ხედავთ, გვახსენე მამა და ეგრევე წავიდა ისა.
ეს უბანი ვასილ არის ძალიან დატვირთული. ზოგადად ახალაშენებული, მშენებარე სხვადასხვა თემები. რა გამოარჩევს დაირას მიღმა ვიდეო პრეზენტაციისა და რგოლისა, რაზეც უკვე გადავეცით მაყურებელს. პირადად თქვენთვის როგორც კომპანიის მთავარი აღმასრულებლისთვის რა არის ეს თემა? ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ბიოგრაფიული ლივინგი თავს არ შეეზღუდავდა გეოგრაფიული არეალის და ჩვენ განვავითარებდით პროექტებს ქალაქის ყველა უბანში, თუმცა გვაქვს ერთი ამბიცია, რომ იმ უბანში, სადაც ვაშენებთ, იყოს ჩვენი პროექტი ყველაზე გამორჩეული და ყველაზე პრემიალური. რაში გამოიხატება ეს? პირველ რიგში ეს არის მისი არქიტექტურული მხარე და პროექტზე მუშაობდა საკმაოდ გამოცდილი არქიტექტურული კომპანია დემარკი. ის აფასადე მასალები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ ყველა ჩვენს პროექტში და მოგეხსენებათ, რომ ჩვენ თანამშრომლობთ ისეთ კომპანიებთან, როგორიც არის ერაკოტას წარმოებელი კომპანია MBK, არის ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი და ლიდერი ამ ინდუსტრიაში, კომპანია შუკო, რომელიც არის წამყვანი კარპანჭრის წარმოებაში და სხვადასხვა ჩვენი პარტნიორი კომპანიები, რომლებიც განაპირობენ იმას, რომ ბიოგრაფიის პროექტები არის ერთ-ერთი მართლაც ყველაზე ხარისხიანი და გამორჩეული ჩვენს დედაქალაქში. შესაბამისად, ჩვენ ორთაჭალაში დავისახეთ მიზნად, რომ შევქმნათ ყველაზე გამორჩეული და ყველაზე მაღალი ხარისხის პროდუქტი იმ უბანში და დარწმუნებული ვარ, რომ ამას მოვახერხებთ. გადავიდეთ ინფრასტრუქტურულ ნაწილზე. თქვენის ნებართვით საუბარია ვასილ იმაზე, რომ რა ტიპის ინფრასტრუქტურა იქნება, როგორი ტიპის შენობა იქნება, არქიტექტურულის მიღმა, ეს არის შერეული ტიპის საცხოვრებელი თუ რაზე აკეთებთ აქცენტირებას? დაირა შემთხვევაში ეს დაირაზე ვსაუბრობ. დაირა შემთხვევაში ეს იქნება საცხოვრებელი, პირველ რიგში მთავარი ფუნქცია, სადაც იქნება განთავსებული 280 აპარტამენტი, ხოლო რაც შეეხება კომერციულ ნაწილს, განთავსდება სხვადასხვა კვების ობიექტები, სხვადასხვა ასე ვთქვათ, სერვისები, რათა ჩვენმა მომხმარებლებმა სახლიდან გაუსვლელად მიიღონ რა შეიძლება მეტი სერვისი. როგორც მოგეხსენებათ, ბიოგრაფიის ყველა პროექტი არის მულტიფუნქციური, სადაც ჩვენ ყავს პარტნიორი კომპანიები, ეს იქნება დაწყებული ოქტოპუსიდან, დამთავრებული გასტრონომის სუპერმარკეტების ქსელიდან და ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ ჩვენმა მომხმარებელმა სახლიდან გაუსვლელად შეძლოს მიიღოს ყველა ის სერვისი, რაც მას ყოველდღიურ რეჟიმში ჭირდება. პროექტი არიან თუ არა ჩართული თქვენ MBK ახსენეთ, ყველა სხვა საერთაშორისო პარტნიორი, ვისთანაც ბოლო 2 წელიწადია თქვენ აქტიურად აფორმებთ, როგორც თანამშრომლობის მემორანდუმებს, ასევე პარტნიორობას. საუბარია წამყვან კომპანიებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ინფრასტრუქტურით ახალმშენებლობებს, იქნება ეს ლიფტები თუ სხვა თემები. აქ ამ შემთხვევაში MBK-ს გარდა კიდევ ვინ არიან ჩართულები? ეს კომპანიები უკვე ფაქტიურად ჩამოყალიბდნენ ჩვენ პარტნიორებად და ჩვენ ამ პროექტირების ეტაპზევე უკვე მათთან ვახდენთ კომუნიკაციას და მათი ჩართულობით ხდება უკვე პროექტის შექმნა. კიდევ ერთი კარგი მაგალითი შეიძლება იყოს შინდლერი, რომელიც არის წამყვანი შვეიცარიული ლიტების კომპანია და შინდლერი მაგალითად თავიდანვე იყო ჩართული ამ პროექტში, სწორედ მათი მხრიდან მოხდა ანუ კალკულაცია იმ ლიტების რაოდენობის, ლიტების სიჩქარის, რომელიც ნუ გათავსებული იყო პროექტში, რომ ჩვენ დაგვეცვა ის მაღალი ხარისხის და მაღალი სტანდარტები, რომელიც გვინდა რომ შევთავაზოთ ჩვენ მომხმარებელს. ანუ რისი თქმა უნდა, ეს კომპანიები თავიდანვე, ანუ პროექტირების ეტაპიდანვე ერთვებიან პროექტში, იქნება შინდლერი, შუკო თუ MBK და სწორედ მათთან ერთად იქნება პროექტი. რაც განაპირობებს იმას, რომ უკვე თავიდანვე, ანუ საწყის ეტაპზევე პროექტი უკვე აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომელიც ჩვენთვის არის მისაღები და რომელსაც ჩვენ პირდებით მომხმარებელს. ვასილ, მე-6 პროექტია დაირა. და როდის შეიძლება მათთვის ვინც დაინტერესებულია და გამორჩეულად უყვართ ორთაჭალა, რომ ხელმისაწვდომი გახდეს გაყიდვები და როდის შეუძლიათ უკვე ბიოგრაფი ლივინგს მიმართონ. ჩვენ პრისელის ეტაპი დავიწყეთ სულ რამდენიმე დღის წინ. ანუ წინასწარი გაყიდვები დაწყებულია და პირდაპირ გეტყვით, რომ მოლოდის გადააჭარბა მოთხოვნა ამ პროექტზე. ჩვენ ველოდებოდით, რომ დაახლოებით 15-დან 20%-ის ფარგლებში გავყიდით პრისელის ეტაპზე და მინდა აღვნიშნო, რომ აი კონკრეტ გუშინ იყო პრისელის, ასე ვთქვათ, ბოლო დღე და ჩვენ უკვე გავყიდეთ პროექტის 35%. შესაბამისად, სრულიად გადააჭარბა მოლოდინს ამ ციფრებმა და ამ მოთხოვნამ და მაგრამ თუცა ვფიქრობთ, რომ ამას აქვს უკვე თავისი ახსნა. ჩვენ ყავს უკვე კლიენტების, ასე ვთქვათ, ბაზა, რომლებმაც თავიანთ თავზე გამოცადეს თუ რას ნიშნავს ინვესტირება ბიოგრაფიული ლივინგის პროექტებში საწყის ეტაპზე და ამის ძალიან კარგი მაგალითი არის ჩვენი პროექტები, რომლებიც აქამდე
წინა ხუთი ქონა პროექტი. გაყიდვაში წინა ხუთი პროექტი მოვიყვანოთ არ ვიცი ვაჟა-ფშაველა საკენის მაგალითი, სადაც გაყიდვები დავიწყეთ სადაც $2000 ფარგლებში და დღეს უკვე კვადრატული მეტრის ფასი თითქმის $1000 არის გაზრდილი. შესაბამისად, ამ ადამიანებს აღარ უნდათ რომ ეს შანსი ხელიდან გაუშვან, ვინც უკვე საკუთარ თავზე გამოცადა, კიდევ ერთხელ უნდათ რომ გამოცადონ ეს და ასე ვთქვათ, უკვე ენდობიან ბრენდს და იციან რომ მათი ინვესტიცია აუცილებლად დაფასდება და აქ არ არის ლაპარაკი 2 და 3 წლიან პერიოდზე. შეიძლება 6 თვეშიც კი უკვე თქვენ ნახოთ 15-20%-იანი ამონაგები თქვენს ინვესტიციაზე. ვინაიდან ბინების რაოდენობა არის შეზღუდული, ჩვენ პერიოდულად ვაძვირებთ ბინებს მოთხოვნიდან გამომდინარე და ფაქტიურად უკვე ინვესტორმა იცის, რომ თუ საწყის ეტაპზე მოახდენს იგი ჩვენთან ინვესტირებას, რა თქმა უნდა, უკვე შეიძლება 6 თვის თავზე ძალიან საინტერესო ამონაგები ნახოს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია, რომელსაც თქვენ უძღვებით, სულ რაღაც 3 წლის არის, 6 პროექტი უკვე იძლევა დინამიკის გადმოცემის საშუალებას, თუ რა ხდება ბაზარზე, როგორ მიდის ეს ფასების დინამიკა, ის რასაც როგორც საინვესტიციო კომპონენტი თქვენ ახლა საუბრობდით, როცა 6 თვიდან ზევით პერიოდში უკვე შეიძლება ინვესტორს კონდეს 15-20%-იანი ამონაგები, ვრცელდება თუ არა ბაზარზე და აი მთლიანად ფასების დინამიკის ჭრილში, რასაც ამ 3 წლის განმავლობაში დააკვირდით, საკუთარ პროექტებზე მინდა ცხადია პირველ რიგში ისაუბროთ, თუ განავრცობთ უკვე თქვენ გადაწყვიტეთ, ეს ყველაფერი მზარდია მოთხოვნიდან გამომდინარე და თქვენ ამაში იგივე გუშინდელი წინასწარი გაყიდვების დინამიკიდანაც დარწმუნდით, როგორ აფასებთ ფასების დინამიკას. ფასების დინამიკა არის მზარდი და მას აქვს რამდენიმე მიზეზი. პირველ რიგში ეს არის, რომ სამშენებლო მასალების ღირებულება არის საკმაოდ გაზრდილი, მეორე არის, რომ მიწა არის თვითონ ძალიან შეზღუდული ჩვენ დედაქალაქში და შესაბამისად მიწის ფასი არის გაზრდილი და რა თქმა უნდა, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენ შემთხვევაში აუცილებლად აღსანიშნავი არის, რომ როდესაც გინდა რომ ის ხარისხის პროდუქტი შეთავაზო მომხმარებელს, რომელსაც პირდები, რა თქმა უნდა, ეს აისახება შენს თვითღირებულებაშიც და ეხლა ყველაფერზე რაზეც საუბრობდით, ხო, ის ბრენდები, შუკო იქნება, NBK იქნება თუ შინდლერი, რა თქმა უნდა, ეს არის ინვესტიცია, რომელიც რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში უკვე გადადის მომხმარებელზე. თუმცა ერთი მინდა აღვნიშნო, რომ მომხმარებელი დღეს არის ძალიან შეცვლილი, თუნდაც 3-4 წლისგან განსხვავებით და პირველად გათვისნობიერებული არის. ბევრად უფრო მოთხოვნი არის, ბევრად გათვისნობიერებული არის. მე ხშირად მაქვს გაყიდვების გუნდთან ამ საკითხზე საუბარი და თვითონ უკვე კითხვებსაც, რასაც სვავს მომხმარებელი ბინის შეძენის დროს, სრულიად განსხვავდება პირობითად იმისგან, თუ რაც ხდებოდა 4-5 წლის წინ ბაზარზე. იყო რაღაც პერიოდი, როდესაც ასე ვთქვათ, უხეშად ყველაფერი იყიდებოდა, თუმცა დღეს მომხმარებელი ბევრად უფრო აფასებს ხარისხიან პროდუქტს, ბევრად უფრო ინტერესდება იმის თუ რა მასალებს იყენებს დეველოპერი, თუ ვინ არის შენებელი და ასე შემდეგ. მისი პროექტების მულტიფუნქციურობამ წამოიწია ძალიან და ძალიან ხშირად ისმის კითხვები თუ რა ტიპის სერვისები იქნება განთავსებული შენობაში. შესაბამისად, უკვე მოვიდა დრო, რომ დეველოპმენტმა, ასე ვთქვათ, ახალი სიტყვა თქვას ჩვენს ინდუსტრიაში. და სწორედ აქედან გამომდინარე არის ისიც, რომ რა თქმა უნდა, ფასების და არის ლოგიკური და მე ვფიქრობ, რომ ეს ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ საუბრის ბოლოს თქვენ გეგმებზე მინდა კითხოთ 2025 წლის ბოლომდე უნდა ველოდოთ თუ არა თქვენი პორტფელის გაფართოებას და რა გეგმებით ხართ წარმოდგენილი 2026 წლისთვის და შემდგომი პერიოდისთვის. წლის ბოლომდე ვაპირებთ, რომ 3 ახალი პროექტი ჩაუშვათ კიდევ გაყიდვაში. ეს პროექტები არის ფალიაშვილის ქუჩაზე, დანში და საბურთალოზე, გაზაფხულის ქუჩაზე და შესაბამისად უკვე წლის ბოლოს წარმოდგენილები ვიქნებით უკვე 9 მიმდინარე პროექტით. რაც შეეხება მომავალ წელს, აქაც გვაქვს საკმაოდ საინტერესო გეგმები. სულ ცოტა ხნის წინ დავასრულეთ ერთი ძალიან საინტერესო გარიგება, რის შესახებაც მომავალში ვისაუბრებთ და ერთი ძალიან მასშტაბური პროექტის დაწყებას ვაპირებთ მომავალ წელს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ ხედავთ, რომ ბიოგრაფი ლივინგის პროდუქტზე არის მოთხოვნა და სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ჩვენ გვინდა რომ ასე ვთქვათ, გავიშალოთ ქალაქის მასშტაბით და კიდევ უფრო ბევრ უბანში შევიდეთ და შევთავაზოთ ჩვენი პროდუქტი მომხმარებელს. ბრავო. ის ურჩევნია მამულსა, ბევრჯერ მithქვია და კიდე ხშირად გამემეორებ. ვასილ ფაკაძე, ბიოგრაფი ლივინგის აღმასრულებელი დირექტორი, მადლობა მას სტუმრობისთვის. ბიოგრაფი ლივინგის გუნდს კიდევ მოკითხვები და წარმატებებს უსურვებ ბევრ საამაყო პროექტს საზოგადოებასთან ერთად.